დღე 3-2-1 სამივე კადრში ვარ. გამარჯობა, დღეს 3 ნოემბერია 2025 წელი, ეპიზოდში 27 ვთქვი და ძალიან მიხარია რომ ასე ყურადღებით უყურებთ და რამდენი ადამიანმა შენიშნეთ, თუმცა ნამდვილად 2025-ია. დღეს აი ესეთ განსხვავებულ გარემოში ვართ, იმიტომ რომ თქვენ უყურებთ ჩემი თვალით ნანახი ჯარის მე-20 ეპიზოდს და როგორც YouTube-ზე უყართ, სპეციალურ გამოშვებას გთავაზობთ საველე პირობებიდან. ტრადიციულ თანაწამყვან თადარიგის თავარ სერჟანტ თორნიკე ყარაძესთან და პრაქტიკულად უკვე ტრადიციულ სტუმარ და შეიძლება ითქვას თანაწამყვან ინაშულთან ერთად. დღეს გვექნება საბრძოლო დანების მიმოხილვა, მათი დანიშნულება, თანამედროვე ბრძოლებში, თანამედროვე არმიებში მათი ფუნქცია და მადლობა გიგას ამ იდეისთვის, მადლობა გიორგი თვალაძეს კვადროციკლისტვის და ასევე შაკო ჯოხაძეს ჩვენს ოპერატორს, რომელიც დაგვეხმარა ამ სპეციალური ეპიზოდის მომზადებაში. მათ გარშ არაფერი არ გამოვიდოდა. დავიწყოთ ბატონებო, რა გვაქვს დღეს წარმოდგენილი, რას ვეთქვით მაყურებელს? საკმაოდ დიდი არსენალია სხვადასხვა. ის როგორი თემა არის, დანები ძალიან დიდი თემა არის და ჩვენ ტრადიციული 2 საათიანი პოდკასტების მსგავსად ეს საველეც მახელა რო არ გამოვიდეს. ცოტა ისეთი ვიწრო მიმართულებას შევეხოთ, ხო? დანები იმდენად დიდი თემა არის, ცალკე არის სანადირო დანები, სალაშქრო დანები, ცალკე არის ეს ჯიბის დასაკეცი დანები, იმდენად დიდი სფერო არის და იმდენად სხვა მიმართულებები აქვს, რომ ყველას იდეაში ვერც შევეხები და სიმართლე გითხრათ, ჩემი დიდი ინტერესის სფერო არც არის ყველანაირი ტიპის დანა, ხო? განსაკუთრებით დასაკეცი და ეს სანადირო დანები და საკოლექციო დანები რო არ დიდად არ ასიგეთები. მოდი შევეხოთ ამ საბრძოლო ტაქტიკური სალაშქროებსაც შევეხოთ. ტაქტიკური დანები, საბრძოლო ხიშტ დანები და მცირე ისტორიული მიმოხილვაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მქონდა კომენტარებში კითხვა მათ შორის კანონმდებლობის შესახებ და ძალიან კაცრი კანონმდებლობა გვაქვს. პრაქტიკულად, რავი, არაფრის ტარება არ შეიძლება, ხო? გამოდის რომ არაფრის ტარება არ შეიძლება, თან ეს ეს მე ზოგადად ვემხრობი ხოლმე ეგეთ რაღაცებს, იმიტომ რომ პირველ რიგში იარაღი იქნება ეს ცივი თუ სასროლი იარაღი იქნება, ჯერ მე მგონი კულტურა უნდა იყოს საზოგადოებაში და საზოგადოება უნდა განსაზღვრავდეს ამ ყველაფერს. მე მოსდევს ამას ნებართვა ტარების იქნება თუ მოხმარების. ამ შემთხვევაში ჩვენ დღეს რაც მიდის იციან თუ არ იციან გამოყენება, დანიშნულება თუ ასე შემდეგ, საქართველოში სამწუხაროდ გვაქვს ან ესე ვთქვათ, ხშირად ხდება ამის გამოყენება და თითქმის ყოველ მეორე ახალგაზრდას თუ ხო დღეს ახალგაზრდა სამწუხაროდ თავდაცვისთვის აქვს დანაჯიბეში. კანონით შესაბამისად მკაცრდება იქიდან გამომდინარე, რომ შედეგი არის ძალიან ცუდი მოხმარების დროს. თუმცა ხო, აი თუნდაც დღევანდელი გადაცემა გაცნობა ამ კანონის იქნება თუ გაცნობა ამ იარაღების და მის დანიშნულების ალბათ უფრო რაღაც კულტურის საწყისი ეტაპი იქნება და კარგი იქნება თუ მხოლოდ იმისთვის გამოვიყენებთ, რისთვისაც საჭიროა ეს და რა ფუნქცია მომავლობებიც აქვს. და არა რაღაც კიდე ეს ცოტა რთული თემა, ესე რომ ვთქვათ, უნდა გამოვიყენოთ თუ არა თავის დასაცავად. მე ვემხრობ იმას, რომ თავის დასაცავად ადამიანს უნდა ქონდეს რაღაც საშუალებები, მაგრამ კიდევ ერთხელ იმას ვუნდები, რომ კანონი უნდა იყოს და ყველგან და ყოველთვის არ შეიძლება ამის გამოყენება. აქვე ის ვთქვათ, რომ ეს არც იარაღი კლავს თავისით არავის და არც დანა, ხო, ამიტომ ადამიანი აკეთებს ყველაფერს, ადამიანებზე არის სამუშაო სკოლის ასაკში ჯერ კიდევ ქვედა იმებიდან, რომ კულტურა არის განსავითარებელი და აქ ალბათ ეხლა დანა ერთ-ერთი მიმართულება, მაგრამ იგივე იარაღის კულტურა ჯერ კიდევ ძალიან დაბალ დონეზე არის ჩვენთან. რავი, უამრავი სხვადასხვა უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე გაუფრთხილებელი მოპყრობით და აი იარაღის კულტურის ამაღლება სიტყვაზე საწყის ასაკში ხო, სკოლებიდან შეიძლება რაღაცა კუთხით თუ რაღაცა თუნდაც საწყის ეტაპზე სამხედროს გაკვეთილი ხო იყო ხოლმე და აი ძალიან ზოგადი შეხება სხვადასხვა სულორიანი მეწერა ხოლმე სამხედროს გაკვეთილი. ეგ არის ხო ამ შედეგი კონკრეტულად. მოკლედ რას ვიძახი, რომ საწყის ეტაპიდანში რომ მიაჩვია ბავშვები იარაღის კულტურასაც, ელემენტარული უსაფრთხოების იარაღის შაშხანის უსაფრთხოების წესები, როგორც პატარა კლასებიდან შეგიძლია დაუწყო მაგის სწავლება და დიდ ასაკში უკვე სერიოზულ რაღაცებზე გადაიყვანო დამამთავრებელ კლასებში და აი დანის ნაწილი შეიძლება არა მარტო მოხმარების, აი ზოგადად კულტურის რო აი რა დროს მარტო დანით და იარაღით არ ხდება თავის დაცვა, ესე რომ ვთქვათ, სხვადასხვა საშუალებები არსებობს სანამ აქამდე მივალთ. მოკლედ შევაჯამოთ, კანონი ძალიან კაცია, პრაქტიკულად არც ერთი დანის ტარება არ შეიძლება, რასაც შეიძლება ხმართან ერთხოს კი არა და აი ეგრეთ წოდებულ ვიქტორინოქსებს რო ეძახიან, მაგის ტარებაც კი აი
მაგის ტარებაც კი რაღაცა ისეთი მაგაზე მე მგონი ნუ მაგაზე არ არის პრობლემა. ნუ აქ საუბარი არის საზოგადოების თავს შეყრის ადგილებზე იმით ჩამოგართმევენ ყველა ვარიანტი ამ შემთხვევაში ჩამოთმევა ხდება. ხო, მოკლედ კანონი დეტალურად აღწერაში გვექნება ლინკი, შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაიცნოთ, თუმცა ძალიან მოკლედ რო გითხრათ, არის ის, რომ ძალიან კაცრია და ხშირ შემთხვევაში მე მგონი ცეცხლსრულზე კაცრი არის რაღაცა ეგეთი შტაბის-კითხვა შეიძლება მე ყოველ შემთხვევაში. გიგა, მოდი დავიწყოთ საერთოდ როდის გამოჩნდა არმიებში საბრძოლო დანები, რა ფუნქციით არანიშნულებით, რა არის აი ამ დანების წინაპარი ასე. ხო, ესე იგი აი სამხედრო დანიშნულების ტაქტიკურ დანებში და სამხედრო დანიშნულებში ყველაზე ისეთი მასიურად რაც არის დღემდე ხო სხვადასხვა ქვეყნების არმიაში გავრცელებული ისევ და ისევ სხვადასხვა ვარიაციები ხიშტ დანებისა და ეს ხიშტ დანები ქარხნულად იწარმოება და მორგებული არის იმ კონკრეტულ შაშხანებზე იქნება ავტომატური იარაღზე საიარაღო შაშხანებზე რომელიც ამა თუ ქვეყნის შეიარაღებაში ხო აი კალაშნიკოვს თავისი ხიშტ დანები ქონდა ამერიკულ შაშხანებს თავისი ბელგიური ფაბრიკ ნეიშნალის შაშხანებს თავისი ნუ უამრავი სხვადასხვა მერი არის ხიშტანები არსებობს ცალკე მიმართულება ზოგადად ხიშტანების მოყვარულები კიდე ცალკე არიან დანების მოყვარულებში ხო მოკლედ ნუ პირდაპირ ლოგიკურად ეხლა პირდაპირ გაგრძელება არის ეს ხიშტანები და საბრძოლო დანები იმ პერიოდიდან როდესაც ადამიანი ქვეთის ძირითად იარაღად მიიჩნეოდა ხმალი ხო ჯერ კიდე ნუ ძველი პერიოდიდან შემდეგში ეტაპობრივად ამ ყველაფერს ანუ იარაღს რომელიც უშუალოდ ახლო ბრძოლებისათვის იყო განკუთვნილი ეტაპობრივად ანაცვლებს ნუ დენთის შემოსვლასთან ერთად ვითარდება ასე ვთქვათ პრიმიტიული პირველი საარტილერიო სისტემები ვითარდება პირველი მუშკეტები და ნელ-ნელა შემოდის ცეცხლსასროლი იარაღი და მანძილი იზრდება დაზიანების მანძილი იზრდება და ამასთან არის სხვათა შორის ეს ზოგადად კამუფლირებული ფორმების გამოჩენა სხვა ქვეყნების არმიებში ხო ესე იგი ცეცხლსასროლი იარაღი ბრძოლის ველზე უამრავ რაღაცას ცვლის. ომების ახალი თაობები მოდის უკვე ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენასთან ერთად და იგივე ტაქტიკა იცვლება და პრაქტიკულად ყველა ჯარებში ყველა მიმართულებას ეხება და ახალი ტიპის სახეობების და გვარებების ჩამოყალიბებასაც კი უწყობს ხელს ზოგადად ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენა და ერთეული ჯარისკაცის მიერ იმ უნარის მიღება რომ მოწინააღმდეგე დააზიანოს და გაანადგუროს რამდენიმე ასეული მეტრზე და ზოგ შემთხვევაში კილომეტრებზეც ხო ეტაპობრივად ეს ცივი ომამდე სანამ გადავალ ხო ეს პირველი მსოფლიო ომი იყო შემდეგ მეორე მსოფლიო ომი და აი უფრო პირველი მსოფლიო ომი იყო ის ომი როცა ძირითად მეორე მსოფლიო ომშიც მაგრამ აი პირველი მსოფლიო ომი მოვიხილოთ ძირითადი შეიარაღება მაინც იყო მექანიკური გრძივად მოსრიალი მექანიკური საკეტებით სხვადასხვა ტიპის შაშხანები ხო იგივე მოსინის შაშხანე რო ავიღოთ ლიენფილდები რო ავიღოთ ამერიკული გარანდები და მსგავს სხვადასხვა იაპონური არისაკა და ასე შემდეგ პირველ მეორე მსოფლიო ომშიც მეორე მსოფლიო ომშიც ესენი არის ძირითადი შეიარაღების სახეობა ქვეითებში ნუ ეტაპობრივად ნელ-ნელა შემოდის სხვადასხვა ტიპის პისტოლეტ-ტრიუმფები და მე გადადიან უკვე სრულფასოვან ავტომატებზე ხო უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან შესაბამისად ქვეითი მებრძოლის ცეცხლის ასე ვთქვათ ცეცხლის ზალა არ იყო ისეთი მაღალი როგორც არის თანამედროვე მებრძოლის რომელსაც M4 აქვს ან სიტყვაზე კალაშნიკოვის ავტომატი ხო შესაბამისად აქტიურად ხდებოდა და უფრო სწრაფად ხდებოდა ხელჩართულ კი ანუ რას ვიძახი აი პირველი მსოფლიო ომში მაგალითად ტიპიურ დამახასიათებელი იყო პირველი მსოფლიო ომისთვის რომ რაღაცა კილომეტრებზე ასეულობით კილომეტრებზე გაჭიმული სანგრები იყო მეორე მსოფლიო ომშიც ასე იყო და ხშირ შემთხვევაში იყო ხოლმე რომ მოწინააღმდეგის განადგურება გიწევდა ხიშტ დანი შესაბამისად ეს პირველი პრიმიტიული ხიშტ დანები რომელიც რაღაცა შუბის წვერის ფორმას იმეორებდა და იყო ხოლმე ხო ამ ძველ მექანიკურად დატენილ შაშხანებზე და მეორე მსოფლიო ომშიც საკმაოდ აქტიური გამოყენება ჰქონდა ამ ყველაფერს ანუ მოსინის შაშხანები რომ მიეწოდებოდა იგივე საბჭოთა არმიას ეს ხიშტანებიც იყვებოდა იგივე გერმანული მაუზერის შაშხანებსაც თავისი ხიშტანები მოყვებოდა მაგრამ ნელ-ნელა იცვლება სიტუაცია უკვე ცივი ომის პერიოდიდან ცივი ომის პერიოდიდან უკვე მეორე მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ ხო დასრულების შემდეგ ეტაპობრივად შემოდის სხვადასხვა ტიპის სრულფასოვანი საიარაღო შაშხანები ავტომატური შაშხანები და ჯარები გადადიან ავტომატურ შაშხანებზე აქეთ უკვე ცივი ომის შუა პერიოდი რომ მოვიხილოთ ხო კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი საბჭოთა კავშირში და იქით ამერიკული M16 ხო და ტრადიციული ხიშტ დანები აი ეს ძველებური გრძელი ხიშტ დანები და ჩასვიაქაც მაგის ხიშტანის სურათი რაღაც სურათი ჩავსვა არა აქ არ გვაქვს ეგეთი
ტიპურ ხიშდანაზე არ ვიძახი, ხიშტზე ვიძახი, რომელიც აი შაშხანას ბოლოში უყენდებოდა ხოლმე, ხო, გრძელი ხიშტები რაც არის. ნელ-ნელა ეგ ტრანსფორმირდება უკვე მრავალფუნქციურ ხიშდანებში, რომელიც კომპლექსში მოყვებოდა ხოლმე ავტომატებს. ხო, უამრავი სხვადასხვანაირი არსებობს დღემდე. უკვე ამ ხიშდანების ფუნქცია ითავსებს ისეთ რაღაცა მრავალფუნქციურ დანიშნულებს, როგორც არის მავთულთლართის გადაჭრა, ჩაქუჩის ფუნქცია, აი ამერიკული ხიშდანა, იგივე ამერიკული ხიშდანა ეს M9, რომელიც M4-ზე და M16-ზე მაგრდება, მაგალითად ტარის უკანა მხარეს ეხსნება და თვითგადარჩენის კომპლექტი რაღაც ძუა, ნემსკავი, ნემსი და ძაფი და ასანთი და ესეთი რაღაცები მიდება და მსგავს ფუნქციებს ითხოვს. გასულაზე გადავიდოდეთ, თორნიკესგან მაინტერესებს მსახურის დროს ჯარში რა შეხება ჰქონდა ზოგადად დანებთან, რამე სპეციალური წვრთნები თუ მიმდინარეობდა, რა შეხება ჰქონდათ დანასთან? ჩემ მსახურის პერიოდში, დაახლოებით 2005 წლიდან ხშირად შემხედრია ეგრეთ წოდებული შტიკნოჟი, გამომდინარე იქიდან რომ ჰქონდა რუსულ იარაღთან შეხება, თვითონ მომაგრებულიც ჰქონდა, რომ ანუ ავტომატს შაშხანას მოყვებოდა ეს ყველაფერი, თუმცა უშუალოდ გამოყენება მისი საბრძოლო ვითარებაში ჩვენ არც წვრთნა გაგვიგლია მაგაზე, დარწმუნებული არ ვარ, ანუ ყველა ერთ დონეზე გავდივართ წვრთნას და არ ვიცი სპეცდანიშნულება თუ გადიოდა ამ წვრთნებს ჩვენ თავდაცვის ძალებში ყოველ შემთხვევაში ქვეითები ამას არ გავდივართ, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ იყო ეს ჩვენ ესე ვთქვათ შეიარაღებაში დანიშნულება, სხვადასხვა დანიშნულება აქვს ამას, თუნდაც ყოველდღიური სავალე მოხმარებისთვის, თუნდაც კონსერვის გასახსნელად იქნებოდა თუ ასე შემდეგ დაბკოლების მაგაში უფრო გამოდგება რეალურად. ან ციგთან მაგისთვის ვიყენებდით და საკმაოდ მე ეხლა იტყვის გიგა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი დანა არის. მე უბრალოდ საზღვაო ქვეითებთან საზღვაო ქვეითების კურსი რაც გავიარე ამერიკაში, უშუალოდ მან გქონდა სწავლება არა ნამდვილი დანებით, ესე რომ ვთქვათ, უფრო სიმულაციური ანუ პლასმასის დანები არის, ხშირ შემთხვევაში ხის დანებიც იყო. უშუალოდ ხელშართულ ბრძოლაში როგორ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ იქაც საბაზისო სწავლა იყო და ესე რომ ვთქვათ, მოიცავდა დაახლოებით 3 კვირიან სწავლებას. არა უშუალოდ დანაზე, ხელშართულ ბრძოლაზე, მქონდა რამოდენიმე საათი გამოყოფილი და მანდ ვსწავლობდით. დანარჩენი საქართველოში და არც სხვა ქვეყანაში მე შესაბამისი სწავლება არ გამივლია, რაც პრინციპში მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, იმიტომ რომ დღეს ამაზე მოგვიწევს საუბარი. დღეს არ მახსოვს მე, ანუ ესე რომ ვთქვათ, ბრძოლა იქნება თუ კონფლიქტი, სადაც რაღაც ქვედანაყოფს არ მოუწია უშუალოდ ხელშართული ბრძოლა მოწინააღმდეგესთან და საკმაოდ ეფექტურია და მე ვფიქრობ, რომ სამხრეთ მოსამსახურე იარაღთან ერთ შაშხანასთან ერთად უნდა იცოდეს გამოყენება დანის. შეიძლება რეინჯერები ან როგორც ჩვენთვის სპეციები რაღაცა კონკრეტულ თვითგადარჩენის კურსზე ან რომელიმე კონკრეტულ კურსზე გადიან დანის შეხარებთ ამ ინფორმაციას. გონი უნდა გადიოდნენ. თვითგადარჩენის კურსზე ზოგადად დანის გამოყენება, ხო თვითგადარჩენის მიზნით, ხა მე რამდენადაც ვიცი, როგორი თემა არის, აი მარტო ჩვენზე რო არ ვილაპარაკო. არის მოკლედ კონცეპტუალური მიდგომები სხვადასხვა ქვეყნის არმიებში, დიდ არმიებშიც, პატარა არმიებშიც, რა როლი უნდა ქონდეს ზოგადად საარმიო ქვედანაყოფებში დანას, საბრძოლო დანებს, ხიშდანებს და რა როლი უნდა ქონდეს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებში, ხო? არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც აი მაგალითად აი ჩრდილო კორეა ვიღოთ და სამხრეთ კორეა. მათ ძალიან უყვართ საბრძოლო დანები და ჯარში ყველას ასწავლიან, თითქმის ყველას ასწავლიან დანით ბრძოლას. მაგრამ არის ქვეყნები, სადაც აქვს ცოტა განსხვავებული მიდგომა. არც საჯარისო ქვედანაყოფებში ასწავლიან დანით ბრძოლას და დიდად არც სპეცდანიშნულების ძალებში, განსაკუთრებით ეს მიდგომა გამოფებული იყო უფრო აი 90-იანებში ის ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში და რატო? ფსიქოლოგიური მომენტი იყო მან და მიდგომა იყო ეგეთი, რომ როდესაც განსაკუთრებით სპეცდანიშნულების მებრძოლს მაგას კიდე კი შეიძლება ესწავლა დანით ბრძოლა და რაღაცები გააჩნია მანდაც რომელი ქვეყანა იყო, მაგრამ საჯარისო ქვედანაყოფში, როდესაც ჩვენ ავტომატი გააქვს და კიდე სხვა საშუალებები შეიძლება პისტოლეტიც გქონდეს, არ უნდა თავში არ უნდა ქონდეს დალაგებული ისე რომ შენ იცი დანით ბრძოლა, მაგრამ და არ უნდა იყო დანის იმედზე, იმიტომ რომ მაღალი შანსია რომ მოწინააღმდეგეს კიდე ქონდეს რაღაცა ტყვიები დარჩენილი და გაგანადგუროს. ანუ თავიდან ბოლომდე გათვლა იმაზე უნდა ქონდეს რომ შენ ვაზნებით ტყვიებით გაანადგურო მოწინააღმდეგე და რაღაცა დანის იმედზე დიდად არ იყო. და შესაბამისად მოყოლებული ცივი ომის დასაწყის პერიოდში კიდე ეს ხიშდანები კიდე განიხილებოდა მოწინააღმდეგის გასანადგურებელ ერთ-ერთ საშუალებად, იმიტომ მეორე მსოფლიო ომში უამრავი ალბათ 1000-ობით იყო შემთხვევები, ალბათ 1000-ობით კი არა და ალბათ 100,000-ობით, როდესაც ხიშდანით ანადგურებდნენ მოწინააღმდეგეს, მაგრამ როდესაც მასიურად შემოდის უკვე ავტომატები და მეტნაკლებად პისტოლეტები ვრცელდება, ანუ უფრო განსაკუთრებით ავტომატზე არის საუბარი, უკან მიდის და
კიდე უფრო და უფრო იკლებს ის პროცენტული მაჩვენებელი, რა რაოდენობის ცოცხალი ძალა არის განადგურებული ხიშთანი და საბრძოლოდანი ზოგადად ომებში და პრაქტიკულად მინიმუმამდე ჩამოდის უკვე 80. თუმცა ბრუნდება ეს და 80-90-იანებში. ჯარისკაცებს უკვე ინდივიდუალურად აქვს უკვე ან დავუშვათ გერბერი ძალიან ისეთი ხშირად შეხვდება ხოლმე სამხედრო სასახურებში ავღანეთში ერაყში გავეცანით პირველად ერაყში ამ გერბერის დანებს ესე რომ ვთქვათ ჩვენ ეს თავდაცვიდან ჩასულები და თითქმის ყველას გვინდოდა რომ ქონდა იმიტომ რომ ამერიკელებსაც ხედავდით რომ აღჭურვილობაზე ან თვითონ განთუჟილეძე LMF-ები ხო ძირითადად დანარუანი მოთავსებული ქონდათ და დიდად ეხა ვიყენებდით თქო ვერ გეტყვი მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგი ის არის რომ გავეცანით დანებს მივხვდით რომ აღჭურვილობაში უნდა იყოს და ის წეგა რო ვთქვი რომ მობრუნდა თქო ზუსტად ეგ არის რომ დღეს უკრაინაშიც ავღანეთშიც ერაყშიც ან სხვა ეს ნამდვილი ისტორიას დაფუძნებული ფილმებშიც შეგვიძლია ხშირად ვნახოთ, რომ ქვედანაყოფები მიდიან ხელჩართულ ბრძოლამდე, სადაც დანას იყენებენ. ოღონდ მობრუნდა ტაქტიკური საბრძოლო დანების სახით, რომელიც ავტომატიზმურადზე ჩაშხანაზე არა. ხო, ჩაშხანაზე წამოსაცმელად კი არის განკუთვნილი. განკუთვნილი არის სხვა ტაქტიკურ აღჭურვილობაზე დასამაგრებლად. თუ კი ეს აკაესის აკ-74-ის ხიშდანა გათვლილი არის აკაესის რულაზე, აკაემზეც მაგრდება აკაესიც, რულაზე წამოსაცმელად და მისი ძირითადი ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ პირდაპირ შეჭობით გაანადგურო მოწინააღმდეგე და სხვა დანიშნულებით დიდად ეფექტური დანა არის, აქ უკვე ეს გერბერს სტროგარმის შემთხვევაში, რომელიც პრაქტიკულად ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკურ დანად მიიჩნევა, ხო, თავისი გაბარიტებით და უამრავი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს უკვე არის დანები, რომელსაც აი დაახლოებით 5-6 სხვადასხვა კონფიგურაცია აქვს აღჭურვილობის დამაგრების. იგივე ეს პლასტიკატის სამაგრი აქვს, რომელთაც მოლე სისტემაზე შეგიძლია დაამაგრო, კამარზე, ჯავშანჟილეთზე და 1000 სხვადასხვა კონფიგურაციით იგივე ჩვეულებრივად ჩამოიკიდო კამარზე ამოხვედით და ასე შემდეგ. შესაბამისად, თანამედროვე გამოყენებაში ესეთ დანებს უფრო აქვს ის რა ქვია. ამას კიდე შევეხებთ. ასე ნელა გადავედით უკვე ფუნქციებზე, რომელთაც რა ფუნქცია აქვს. მანამდე შეგახსენებთ, რომ თუ კი არ ხართ გამოწერილი, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. აქვე გეტყვით, რომ აღწერაში იქნება გიგას არხის ლინკიც და ასევე გიორგის, რომელმაც ეს პატარა თავის სოციალური ქსელები აქვს და მასაც ხარი დაუჭირეთ. და გადავიდეთ უკვე ფუნქციებზე. რომელდანაც რა ფუნქცია აქვს, რაში გამოიყენება და რისთვის. დიახ. ესე იგი, წეღა რო ვიძახდით ხო ეს ხიშტდანებზე, ხო? ხიშტდანების ფუნქცია საბჭოთა პერიოდში წარმოებული საბჭოთა ხიშტდანები, ამერიკული ცივი ომის პერიოდის ამერიკული ხიშტდანები. ესე იგი, ძირითადი ფუნქცია მაგისი მაინც იყო უფრო ეს ისინი, რა ქვია, ხიშტის დანიშნულება, ანუ შეჭობა და იყო ესეთი ხიშტდანები, აი სანამ ამერიკელები M9-ს მიიღებდნენ შეიარაღებაში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო ეს M5, M6 და M7-ები იყო და აი განსაკუთრებით M6 და M7-ები იყო გარდამავალი ხიშტდანები, რომელიც იარაღის წამოსაცმელი ხიშტდანა იყო, მაგრამ აი უკვე გარდამავალი სახეობად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ჩემი აზრით, უკვე ტაქტიკურ დანაში რა და ეტაპობრივად გადადის აი უკვე ტაქტიკური დანიშნულებაც ეძლევა უკვე M9-ში. ინდექსი M-ი ნარჩუნები ხო ამერიკის არმიის რახან იყო და უკვე საბჭოთა კავშირის მიმართულებით უკვე იყო ეს ძველი დანები, მაგალითად იყო 6X2-ები, 6X3-ები იყო კიდე, რომელიც ძალიან პრიმიტიული დანები იყო და ეს იყო გარდამავალი სახეობა თანამედროვე შედარებით თანამედროვე ხიშტდანასა და ძველ ხიშტებს შორის რა და უკვე შემდეგში ჩნდება, როდესაც შეიარაღებაში შედის AK-47 ხო შედის შეიარაღებაში, მას ძველი ხიშტდანა ჰქონდა და შემდეგში შედის უკვე AK-ი შემოდის ხო, AK-ი და მეორე უკვე AK-74 და ჩნდება ესეთი ტიპის 6X4-ები AK-იმისთვის, მაგრამ ნუ AK-ისიც მაგრდება და 6X5-ები. ეს უკვე AK-74-ებს მოყვებოდა კომპლექსში, თუმცა ორივე დანა ორივე ავტომატზე მაგრდება რა, AK-იმზეც, AK-ისიც ხო. ამებით რო დავიწყოთ, ხო, ყველაზე ესეთი საქართველოში გავრცელებული და ბევრს ძალიან მაგარი რაღაცა რო გონია და სხვა ანტიკვარიატის სხვა ბარახლოკებზე და იმაზე ლამის არის 1000 ლარი გაიყო. არა და სრული ნაგავია მე თუ მკითხავ ორივე. მოკლედ საკოლექციო თუ გამოდგება ერთადერთი, ხო? მოდი აი დავიწყოთ აი ამის AK-ის ხიშდანით 6X4 ესეთი ბაკელიტის გარსი არის, ეს არის AGA4, AGA4-ის ძახიან უბრალოდ AGA4 არის მასალა. ტარირიც არის დამზადებული და ეს
ჩასადები. ანუ ადვილად არტყდება იქ. პლასტმასი არ არის. ხო ეს ნაკლებად, მაგრამ აი პირი უფრო ადვილად ტრდება ვიდრე ესა. ხო ბაკელიტის მასალა იგივე მასალა, რაც აი აკაიმის მჭიდებზე გამოიყენება. გინახით ეს სტაფილოშვილი მჭიდები რაც არის. ანუ გათვლილი იყო აკაიმზე და აკაის ქვემოდან დასამაგრებლად ლულის ბოლოში. ამ წერტილით ფიქსირდება ავტომატზე იმ ადგილზე, სადაც აი ავტომატზე GP25-ის სამაგრი წერტილი ფიქსირდება და ძალიან ისეთ დეტალებში რო აღარ ჩაუღრმავდეთ მასალა, ამისი პირის მასალა რაც არის და რაც მისი ერთ-ერთი ძირითადი მინუსი არის, მაგრამ ნუ იმ პერიოდში ეს მასიურად წარმოებული დანა იყო და სხვანაირად არც უღირდათ რომ რაღაცა ზემაღალი იაფი და ხო რაღაცა დონეზე გამოდგებოდა. ბევრი წარმოებოდა გაფუძნდებოდა სხვა სმიცები. უყურე კი ჩვეულებრივად ავტომატზე დაყენებული, როდესაც დაიმასწრებ შეუჭობ ადამიანის სხეულს ჩვეულებრივად შეუჭობ და გაანადგურებ, მაგრამ ეგეთი შემთხვევები იმ პერიოდში, როდესაც ეს დანა შევიდა შეიარაღებაში და გამოიყენებოდა, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა საბრძოლო სიტუაციაში კანტიკუნდა თითოეულ შეიძლება იყოს დაფიქსირებული რა. ვერ შეიძლება იმ რაოდენობას, რაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხდებოდა ხიშტებით და დღეს კიდევ უფრო ნაკლები არის. ესე იგი თვითონ ეს პირი რაც არის, ხო, ძალიან ისეთი დაბალი ხარისხის უჟანგავი ფოლადი არის, პრაქტიკულად არ ილესება, ურთულესი არის მისი გალესვა, ანუ ქართულად როგორც არის გალესილი, ეგრე უნდა იყოს და უნდა დატოვო. და გალესვას თუ დაიწყებ ამისი, ჯერ რთული არის რაღაცა შედეგი რომ მეიდო მთელი რიგიას კარგი სალესები ჭირდება და ნუ რეალურად რას გეტყვი, იხეხება რა. დიდად იმ ხას ვერ იკეთებს და მაინც ვერ მიიღებ ამისგან იმ დანას, რომლითაც აი სიტყვაზე რაღაცა ჯოხს გათლი კარგად და ესე იგი ამ 6X4 ტიპის აკაიმის ხიშდანას ეს პირი რა, რაც იდეაში ძირითადი ნაწილია უჟანგავი, საკმაოდ დაბალი ხარისხის უჟანგავი ბოლადით არის გაკეთებული, რომელიც პრაქტიკულად ურთულესი გასალესი არის და არც ილესება ნორმალურად სპეციალისები თუ გაქვს და რაღაცა დონეზე მიიყვანე, ეგაც რაღაცა განსაკუთრებულ შედეგს ვერ იღებ და შედარება არც უნდა გააკეთო კარგი ეს მაღალი ხარისხის ფოლადის პირიანი თანამედროვე ტაქტიკურ დანებთან, ხო? მისი ძირითადი ფუნქცია ისევ და ისევ შეჭობა იყო ხიშტის ფუნქცია, ну კონსერვის გახსნა შეგეძლო, ასევე შეგიძლია გახსნა ზოგიერთი ტიპის საბრძოლო მასალების ცინკები, არის ზოგიერთი ტიპის ცინკები საბჭოურის მათ შორის, რომელსაც თავისი გასახსნელი არ მოყვება რა. ავტომატის ცინკების მოყვება ხოლმე, მაგრამ არის მთელი რიგი ცინკები, აი უფრო დიდი ზომის საბრძოლო მასალებში ჭურვებში და იმაში ხოლმე, მცირე კალიბრიან ქვემეხებზე ზოგს არ მოყვება ხოლმე არის ესეთი ტიპის ცინკები და ბაგაჟი კარგი არის რა, ეგეთ რაღაცებზე გამოგადგება. პლუს სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, მაგრამ არა ისე როგორც რაღაცა კარგი დანა, რომელთაც გათლი სიტყვაზე სრულფასოვნად გათლი ჯოხს ნორმალურად. შეგვიძლია მე შევადაროთ რო გავივით უკვე დანების იმას, ჯოხის თლაში და სიტყვაზე ზოგ შემთხვევაში აი მართულთლათის გადაჭრაში შეგვიძლია შევადაროთ. კარგი. ესე იგი ამის პრის რაღაცა განსაკუთრებული იმითი არ ლესავდნენ, იმიტომ რომ უხეში სამუშაოების შესრულებაზე იყო გათვლილი და ეგეთი ხარისხის ესეთი უხეში სამუშაოში მაინც აი კონკრეტულად თუნდაც კონსერვების გახსნა, ხშირი ცინკების გახსნა და უამრავი სხვადასხვა რაღაცების გაკეთება და მაინც დაბლაგდებოდა, იმიტომ რომ არ არის ესეთი ხარისხიანი ფოლადი ის, რომელიც შეინარჩუნებდა იმ ნალის პირს რა. ესე იგი, მოდი შეგვიძლია ნახოთ. ყველაზე ესე ძირითადი ფუნქცია ხის გაკლა რაში უნდა დარჩენდეს? 1000 რაღაცა ხდება ახლა საომარ სიტუაციაში საბრძოლო გამოყენების დროს, როდესაც შეიძლება რაღაცა სოლების გათვლა დაგჭირდეს 1000. კაფანგის მოწყობა მაგალითად ან ელემენტარული რაღაცა ტიპის კარავი შეიძლება აკეთებდეს და ეს არ არის გათვლა რა, აი ურთულესი არის ამით. ეს ვერთვის რა. ანუ რომით შეიძლება? მე შეგვიძლია იმდენადაც გადავიდეთ. მოდი ხისდანები ჩავიაროთ და მე გადავიდეთ. ხო, არის ხო ხისდანებიც. ესე იგი, ეს ხისდანები რო ჩავამთავროთ, ხო, ანუ კონსტრუქცია ამ აკაიმის ხიშდანას და AK-74-ის 6X5 ტიპის ხიშდანას მეტნაკლებად ანალოგიური აქვს, ჩადებული არის ორივეში აი მავთულხლათების გადაჭრის ფუნქცია და ეხლა შეგვიძლია მაგაშიც გავტესტოთ. აი მე მაქვს ერთი კი არა, ამდენი მავთულხლა. სპეციალურად წამოიღე, ხო? თუ შემთხვევით. მოკლედ. და აი ამ აკაიმის ხიშდანას ასევე აქვს ესეთი ჩაქუჩის ფუნქცია, მაგრამ აი ამის ჩაქუჩობას რაღაცა პატარა ზომის ლუსმანი შეიძლება ჩაარჩო, იმიტომ რომ ტარის ბოლო ამას აქვს რკინის. ამის წინამორბედი ხიშდანები რაც იყო, ხო, 6X3-ები იყო ეგეთი, მაგას ტარი მთლიანად აი ამ ბაკელიტის ქონდა და ეხლა ეგ ჩაქუჩად არ გამოდგებოდა და ეს ეხლა მეტნაკლებად რკინის არის და პატარა ლუსმანები შეიძლება ჩაარჩო რა რაღაცა დონეზე. მოდი აბა მე აკაიმის ხიშდანით ვწდი და თურნიკე ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა მავთულხლათი არის.
Ჩვეულებრივად ძალიან ისეთი არაფერი განსაკუთრებული ძალის დატანება არ უნდა. მე მგონი მეორენაირი ის მოხმართ. კი, მეორე. უფრო რთულად შეიძლება გადასაჭრელი. ხო, მაგრამ მე მგონი ეგ უფრო ცოტათი შეიძლება რბილი იყოს. არ გინდა გახსნა პირდაპირ აი ბოლოში. ხო, რაღა გავხსნათ, მაგით გადავჭრა. ხო. ისე აი ეს ცოტა ძალის და ცოტა სწორად დაიჭირე, ესე ძალის დატანება ჭირდება. აი ესე დაიჭირე. აჰა. აჰა. ნუ ანუ ამას რაღაცა დონეზე ძალა უნდა დაატანო, ხო რა. ნუ დანა არ გატყდება, საკმაოდ კაი ხარისხის ყოფილი ეს მოხდა. ესე იგი, გავიარეთ. თანამედროვე ეს გამაგრებული საინჟინრო ხაზები რაც არის, ხო მაგის განუყოფელი ნაწილი არის მავთულხილართი ზოგადად და აი ხა საუკუნეო ხაზში რაც არის ამ ტიპის მოვთულხილართი. ესეთი იქნება ხო ჩვეულებრივი უსული, მაგრამ აი ხა ამითი მაგის გადაჭრა დაიწყო საბრძოლო სიტუაციაში, ადრე კი განიხილებოდა, მაგრამ როგორი თემა იყო, იცი კონცეპტუალური მიდგომა იყო იგეთი, რომ საბჭოთა ჯარისკაცი შეიძლება დაჭირებოდა მავთულხილართის გაჭრა ამის, მაგრამ ეს არნიშნავს რომ რაღაცა ცეცხლის ხაზზე მიხვიდოდი და ამით დაიწყებდი გასასვლელების კეთებას. მაგისათვის ხო, როდესაც სწრაფად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და რაღაცა სწრაფი გასასვლელის გაკეთება გინდა, არის სპეციალური წაგრძელებული საინჟინრო მუხტები, რომელიც უნდა გადაადო მავთულხილართს. ააფეთქო და მთლიანად ქვედანა ყოფი გაივლის. შედარება არც არის იმასთან ხო. გერბერმა გადაჭრა. სად რაღაცა საბჭოთა ხისტიდანა და სად ის რა ქვია. სად სულფასოვანი ლეზერმანის მულტიტულსი, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერში მოხდება და აი მე მგონი ეს კადრში არ მოხდა და ლეზერმანები მე თავიდან გავსინჯოთ. მოდი აბა ცადოთ ეხლა აკა 74 საჰანში. რომელი? ეს იგი ამ აკა 74 ერთი მხარე აქვს ამისთვის რა. არა, რომელი გადაჭრათ ორივე ხო? ორივე გადაჭრათ. ეს შედარებით ცოტა წვრილი ჩანს რა. ეს მარტივად იჭრება. აი ეს დიდი რომელიც არის ეს კაი გალესილი არის წესითისგან და უნდა გაუმარტივდეს ამას უფრო ძალა დაატანეს. всё. ის არის რა, კარგი ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამას სწორი კუთხით მივუდგე. აი 90 გრადუსიანი კუთხით მივუდგები უფრო კარგად ჭრი. აი ცოტა წერა თუ დაიჭერდა. ხო, მაგრამ მე მგონი რომ არაპრაქტიკულია. ნუ გამოუვა მდგომარეობაში ამას გერბერი. შემდეგი და მაგიტო ვიძახი რომ საბჭოთა ხისტიდანები პრაქტიკულად არაფერში გამოსადეგი არ არის განსაკუთრებით თანამედროვე ბრძოლის ველზე რა. მაგას ჯობია რომ სრულფასოვანი ტაქტიკური დანა გქონდეს რა. ეხლა რისი თქვა მინდოდა ამისი თვითონ ამისი ხისტები რო შევადაროთ ამას აი ესეთი 6x4-ზე ხო 6x4-ზე ცოტა ესეთი განსხვავებული ის აქვს და 6x5-ზე უკვე ორივე მხრიდან არის რა წამახული შუბის წვერივით ფორმა აქვს და ბევრად უფრო მარტივი არის ამით სხეულში შეჭრება რა ზოგადად ეს უფრო ხო ეს შედარებით უფრო დახვეწილი არის მაგრამ ესეც არაფერი განსაკუთრებული რა აი გადავიდეთ ხოლმე მე მგონი ეს საწყისაა ხო ხო, ეგ ცოტა სპეცდანა არის და შეგვიძლია ეგეც ვნახოთ, რაღაც საბჭოთა დანებზე ვსაუბრობთ. ეს ხისტდანა არ არის, ეს ცოტა ესეთი იშვიათი დანა არის. ეს არის NR-ი, საბჭოთა მზვერავის დანა არის. ბევრი ფუნქციური. ხო, ნუ ამასაც აი მავთული საჭრელი აქვს ბოლოში და ეგ შეგვიძლია გავსინჯოთ. აი ბოლოში აქვს ასევე ესეთი ფუნქცია, ნუ მასიური რკინის ის აქვს ჩადებული ტაში და ნუ განისაზღვრებოდა ის, რომ ამითი შეიძლება რაღაცა დონეზე პატარა ლურცმების ჩასაჭრებლადაც გამოგეყენებინა თუ დავში და ან თავში ჩაგეტყვა პირდაპირ მოწინააღმდეგისთვის. კი, ეგ იყო მაგის ფუნქცია. ხა პირის მოყვანილობით წააგავს 6x4 ტიპის დანას, მაგრამ განსხვავებული კონსტრუქციის მავთული საჭრელი აქვს, ხო, კუსაჭკას რო ეძახიან ქართველები. ეს ჩაშენებული არის ქარქაში, თვითონ ესეთი კონსტრუქცია აქვს. ხო, ეს ცოტა ისეთი ესენი ძირითადად ესეთი დანები უფრო გავრცელებული იყო საბჭოთა გრუს სპეცდანიშვილებას ჰქონდა მედესანტეებს და ასე შემდეგ რაღაცა დიდად საარმიო ქვედანაყოფებს მასიურად ესენი არ ჰქონდა. ამის მეორე ვარიანტებიც ხო არის? ის სხვა არის, კი NRS-ის მსროლელი ვარიანტი ის სხვა, ეს ჩვეულებრივი დანა არის. ან დანაში არის შაშენებული? ხო, ის NRS-ი რაც არის, ტარში ბოლოში უყენია სასროლი მექანიზმი და ისვრის შეგიძლიათ ჩვეულებრივ აქედან ისროლო. ხო, ის მაგრამ დიდად ძალიან ისეთი ჩახლართული კონსტრუქციის ის არის და საბჭოთა სპეცრაზმებს უყვარდათ ხოლმე ეგენი, მაგრამ დღესდღეობით პრაქტიკულად აღარ იყენებენ. ვიზუალურად წააგავს. მაგიას ალბათ მარტივად გაჭირს, აი რომელსაც თულად ჭრიდა. ეგ ახლა აი ეს ამას ძალიან ისეთი კარგი კონსტრუქცია აქვს და აი ძალიან მარტივად ჭრის. მაგრამ ცოტა წინ უნდა მოკიდო ხელი. აი მოდი დიდი ვცადოთ.
ან ეს კარგი გალესილი არის და კარგი ისაც აქვს რა. მაგას უბრალოდ კამერა. ცუდე. ისე ეს უფრო ამისი საჭრელი უფრო შეიძლება გამომდგარიყო, იმიტომ რომ მზვერავის დანა იყო და მზვერავს უფრო შეიძლება და დაჭირებოდა. მეორად მარტივია. ერთი ხელის ძალით. კაი გალესილია თან ეს და კარგად გადაჭრა. შვენიერი. კაი, ფუნქციურად როგორც ყვები, ეგეც იგივე ფუნქციის აქვს. კი, თუმცა ის არის, რა ქვია, მძიმე არის, ძალიან ამას ჰქონდა რეზინის ესეთი სამაგრი, რომელიც უკენდებოდა და ფეხზე შეგიძლო და თუმცა საკოლექციო საკმაოდ ძვირადღირებული დანებია, ხო? არ ვიცი, დიდად სიმართლე გითხრა, საკოლექციო ფუნქცია აქვს, ეხლა მეტი ესეთი არაფერი, ბევრს ვერაფერი ჭრის თვისებები ამის იმას, რა ქვია, პირზე დიდი არაფერი განსაკუთრებული და ეხლა მართულების საჭრელად დანა ასეთი სიმძიმის დანა არ უნდა ატარო აქეთით, ხო? კაი, მე მგონი აქვე გვაქვს ესეთი საინტერესო ნიმუში, ორი ესეც ვაჩვენოთ. აი ეს არის არ არის საბჭოთა, მაგრამ აი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებიდან არის. ეს არის ჩეხოსლოვაკიური, ჩეხური VZ-58 ტიპის ავტომატი რაც იყო რა. ზოვრებს რო ეძახიან ჩვენთან ბევრი გაიყიდა სხვადასხვა მაღაზიებში, სანადირო კონფიგურაციებში თავისთავად და ეს არის მაგისი ხიშ დანა რა. ამას მართულების საჭრელი ფუნქცია არ აქვს და ხოლოდ საყველი არ აქვს, როგორ მაგდებოდა. ქვემოდან მაგდებოდა, ჩვეულებრივ მაგას განსხვავებული ნულა კალაშნიკოვის მსგავსი იარაღი არ არის, თუმცა ძალიან ზოგადად წააგავს რა. ესე მაგდება, ესეთი წერტილი აქვს სამაგრი და ერთადერთი დანიშნულება მაგისი არის ხიშტი რა. შეუჭო მოწინააღმდეგეს. არც გალესილი არ არის ამისი პირი რა. კაი, შენ ახსენე რომ შეერაგებას ანუ შაშხანებს და ავტომატებს მოყვებოდა ეს სხვადასხვა კომპლექსში მოყვებოდა ავტომატებს თავისთავად და ემოთხზე რომ გადავიდა ქართული არმია, მაშინ მოყვა მე ანუ მოყვება ხო ზოგადად? არა, გააჩნია როგორ იყიდი ახლა ზოგ შეგვიძლია მოყოლო. ეს ამერიკული დანები არსებობს და თორემ რო შემოვიდა რომ გადავიდა ემოთხზე რა ამერიკული დანები მოყვა მაგას. ხო, ჩვენ როგორც მოგვეხსენება აქვს მოყვება, თუმცა ჩვენთან როცა შემოვიდა თავიდან ბუშმასტერი იყო და შემდეგ კოლტის ვარიანტები, მას არ მოყოლია, მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში და ჩვენ როცა ვასწავლიდით, რამდენიმე ადამიანი ვიყავით სხვადასხვა თავიდანვე იმაგრებულები, რომ ეს შეგვესწავლა და შემდეგ უკვე სხვისთვის გადაგვეცა ეს სწავლა, თვითონ შეერაღებაში მე არ მინახავს, თუმცა ხო როგორც ვიცით მოყვება. დიდი საინტერესო იქნება. M9 ადგილზე არ გვაქვს ამერიკული M9, მაგრამ დიდი ტრაგედია არ არის ხა ჩვენ ჯარს M9 თუ არ აქვს, იმიტომ რომ არ არის რაღაცა განსაკუთრებული ეს M9 თანამედროვეობაში რა. კარგი ტაქტიკური დანა ქონდეს ჯარს ჯობია, აი მაგალითად გილბერ სტრონგარმი რო ქონდეს ჯარს მასიურად, ბევრად კარგი არის საერთო ჯამში, ვიდრე რაღაცა M9 რო აქვს. M4-თან ერთად რა თვითგადარჩენის ყველა ვარიანტი ჯარისკაც უნდა ქონდეს დანა მე ესე ფიქრობ რომ საუბრობებში ასევე საბრძოლო დანა უნდა ქონდეს და მე თუ მკითხავ უნდა იყოს ძირითადი საბრძოლო დანა შეიარაღებულ ძალებში და არა რაღაცა ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციები და ჯარისკაცებს არ უნდა ქონდეთ თავისთავად ძალიან ბევრჯერ მინახია მათ შორის ჩვენთანაც და სხვაგანაც რაღაცა და სხვათა შორის ჩვენ რეალა რაღაცა ფერადი სანადირო დანების რაღაც ისეთი უცნაური ფორმის დანები ხან ჯავშანჯილიკის სამხრეთზე დამაგრებული ხან თუნდაც აი ეს მე რას არ მომწონს ეგ რა წმინდად სამხედრო ტაქტიკური დანაჯობია ან ერთი ლეზერმანი გებდეს ჯობია ეს ხა ტაქტიკურებზე გადავიდეთ ხო თუ კიდე რამის მაგინდა არაფერი მეტი ისეთი ტაქტიკურებზე შეგვიძლია გავიაროთ ხო დავისვათ მოკლედ ტაქტიკურ დანებში არის სხვადასხვა ვარიაციები ზოგადად და მანდაც არის ზოგი ცოტა უფრო მრავალფუნქციურები არის ხოლმე ზოგში ცოტა ესეთი საბრძოლო ფუნქციები არის ჩადებული მოდი აი უფრო 2000-იანებამდე პერიოდის დანებით დავიწყოთ მაგალითად აი ეს არის გლოკის დანა რა გლოკის ავსტრიის არმიისთვის გააკეთეს თავის დროზე მე სხვა რამდენიმე ქვეყნის არმიას მოიწონა და მაგათაც დაიწყეს გამოყენება ძალიან ესეთი საინტერესო კონსტრუქციის დანა არის ხერხიანი სერიტორიანი ვარიანტი თუმცა მე დიდათ ეხლა ამითი სიმართლე გითხრა არ გამიტესტია ამისი ხერხი მაგრამ შეგვიძლია გავტესტოთ მაგრამ ძალიან ესეთი განიერი არის და დიდათ არაფერი განსაკუთრებული მასე ხერხი ამ საბჭოთა ხის დანასაც აქვს მაგრამ მაგითი მოჭრილი ტოტი ესე იგი ამისი ფუნქცია წმინდად იყო იმდენად ესეთი წვრილი არის და პირი ესეთი აქვს რომ შეჭობა ადამიანის სხეულში რა რბილი ფოლადისგან არის დამზადებული მარტივი არის გასალესაც რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დანისთვის რომელიც საველე პირობებში ტაქტიკური საველე პირობებში გამოყენებაზე არის გათვლილი ამ დანები რომელსაც რაღაცა მაღალნახშირბადოვანი შემცველობის ფოლადის პირი აქვს და
სპეციალური სალესები და ისინი ჭირდება. ხო, ეგ არის რთული გასალესი და პრაქტიკულად საველე პირობებში ადვილად უნდა ილესებოდეს. ამიტომ რაღაცა ოქროს შუალედი არის ნაპოვნი, სხვა ფოლადები არსებობს, ეხლა აღარ დავიწყებ მაგების ჩამოთვლას დიდად, რომლებიც გამოიყენება უფრო აი ტაქტიკურ სამხედრო ტაქტიკურ დანებში, რომ მარტივად იყოს სხვადასხვა სიტუაციაში გასალესი რა. ეს გლოკის დანა ძალიან პოპულარული არის, მაგრამ ფუნქციები დიდად რაღაცა ბევრი არ აქვს, ჭრაშიც დიდად არაფერი განსაკუთრებული, ერთადერთი არის, რომ საბრძოლო სიტუაციაში ძალიან კარგად შეიძლება მოწინააღმდეგის განადგურება, ოღონდ დანით ბრძოლა თუ იცი რა. და თან კარგი აქვს ამას ის, რომ ძალიან ვიწრო არის და მოლე სისტემაში იდება პირდაპირ უბრალოდ ძალიან ისეთი დიდი არის და ჭავშანჟილეძე ხამარზე დასამაგრება ძალიან დიდი არის. ჭავშანჟილეძე იმაგრებენ ხოლმე ასეთ ადგილზე რა, იმიტომ რომ პანელის მხრიდან რა. რომ ცოტა გძელი დანა არის. მაგის ერთ-ერთი გერმანული ვარიაცია. ასევე ამ გლოკის დანის გერმანული ვარიაცია არის ესეთი. იგივე არის ზუსტად, უბრალოდ სულადნავარი განსხვავებული. და აქვე არის ესეთი ჩემი საყვარელი დანები, ორი სხვადასხვა მოდელი. მე ვთვლი ძალიან დიდი ხანია ამ დანებთან შეხება მაქვს და დიდი ხანია მაქვს ამ სხვადასხვა მოდელები და ბევრჯერ გამომიყენებია და პრაქტიკულად საუკეთესო დანა არის ჩემი სუბიექტური შეფასებით, მაგრამ მსგავსი შეფასება აქვს უამრავ სხვადასხვა დანების მოყვარულს. ტაქტიკური გამოყენებისთვისაც, საბრძოლო ტაქტიკური გამოყენებისთვისაც და თვითგადარჩენის კუთხითაც და სალაშქრო კუთხითაც. ეს არის ეს Cold Style-ის უდიდესი დანების წარმოებელი კომპანია, Cold Style-ის SRK, ესეთი კონფიგურაცია, ეს არის შედარებით თანამედროვე SRK არის SK5 ტიპის ფოლადით, შედარებით ახალი მოდელები არის, ადრე ამ SK5-ს არ იყენებდნენ ხოლმე. VG1 ტიპის ფოლადს იყენებდნენ ხოლმე, ბოლო პერიოდში გამოვიდა ეს SRK ტიპის დანები. ერთ-ერთი საუკეთესო თვითგადარჩენის სალაშქრო და საბრძოლო დანად არის აღიარებული. და ეს იმიტომ რომ უბრალოდ თვითონ სტილიც და მაღალი ხარისხის არის, აი მარტივი არის ძალიან მარტივი არის და კარგად არის აი განაწილებული. ტარის ზომა, პირის სიგრძე არ ძალიან გრძელია, არ ძალიან პატარა არის და უამრავი, ასე ვთქვათ, უამრავი სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლია გამოიყენო, როგორც საბრძოლოდ, ისევე ჯოხის სათლილად. მაშინ გამოდგება. ელემენტარული რაღაცების გასათლილად, გინა ის კონსერვის გახსნა იქნება თუ სხვა რაღაცების გახსნა, ჯოხის გათლა. საკმაოდ დიდი ზომის ხეთ შეგიძლია მოჭრა მაგითი თუ მიადე პირს და დათვალ. აი ამასაც შეხება ეს უკვე ცოტა ძველი მოდელი არის, პირველადი მოდელი არის SRK-ის, რომელიც Sunmise სერია არის რა, განსხვავებული იაპონური Sunmise ტიპის ფოლადი არის, ამაში გამოყენებული და ბევრად მაღალი დონეა ვიდრე ახალი SK5 ტიპის ფოლადით და ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დანა არის ჩემი დანებიდან რა. საკმაოდ ცოტა კარგად შეუძლია ჯოხის გათლა, მით უმეტეს რომ ეს ცოტა ესეთი გასალესი არის. აქვე შეგვიძლია ეს გავსინდოთ. მე ხო ისა ორივე ხელი მახსენა მაქვს. მე აბა მე ვთქვი თუ ადვილი არის. კარგი, ეს შეხედე? შედარება. ნუ ეხა ამას არც აქვს. ეს ქარხნულად არის გალესილი. და უმარტივესად თვლის იმას. თუმცა ძალიან აკურატული სამუშაოებისთვის ეს დანა არ არის რა. ცოტათი უფრო უხეში სამუშაოებისთვის არის. ჯობია მე მგონი გადმოხვიდე კვადროდან. და ისე გააჩნია ეხა მან ჯოხის გათლასაც რა, თუ ძალიან ესეთი პატარა ჯოხის გათლა გინდა და ზუსტად გინდა რაღაცები გააკეთო, მან ბევრად უფრო პატარა და ისეთი დანაჯობია რა. SRK ზოგადად ისეთი კარგი დანა არის, აი ეს არის დანა, რომელსაც ორივე ხელი მახსენა მაქვს და არასდროს მსგავსი. მე პირველად გავიგე. არ დაკავებულ ხარ თქვენთვისაც აი ამ დანით მარტო იქნება წაწვეთება ჯოხის. SRK ის დანა, რომელსაც აი მე ვისურვებდი მაგალითად რომ ყოფილიყო ჩვენი თავდაცვის ძალების ძირითადი დანა, რომელსაც აი პრაქტიკულად ყველაფერში გამოიყენებდნენ ქვედანაყოფები რა. აქვე შეგახსენებთ, ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში და ჩვენ უკვე ვართ 4000-ზე მეტი, ანუ 5000-ზე მეტი გამომწერია და ასეთ სპეციალურ გამოშვებას, როგორც კი 5000 გადავწევით, კიდევ ერთ სპეციალურ გამოშვებას შემოგთავაზებთ, ასე რომ იაქტიურეთ და გაუზიარეთ ხელსაც ეს არხი. გავაგზავნოთ ეხლა რაც დაგჭა ისევ ტაქტიკურებზე. აი საბრძოლო დანები რო ჩავამთავროთ ეს გლოკის დანაც ვარემ ხო გავიარე და აქ ესეთი საინტერესო ნიმუში არის ორმხრივი პირიანი სოგის საბრძოლო დანა. ესენი ეს კონფიგურაცია განსაკუთრებით 2000-იანების დასაწყისში და 90-იანებში იყო ხოლმე პოპულარული უამრავი სხვადასხვა
ფილმებიდანაც გახდა პოპულარული სოგის ეს დანები. ნუ რეალურად ამისი გამოყენება ერთადერთი არის, საბრძოლო დანა არის რა. ხელჩართული დანით ბრძოლა ეს სერიტორი არის. ეს არის უფრო პარაშუტის ის რო გადაჭრა და ისა ეს ხერხი არ არის. სერიტორი განსხვავდება ცოტა ხერხისგან რა. ეს არ არის დანა, რომელსაც რაღაცების კონსერვების სახსნელად ან თუნდაც სიმტკის სახსნელად ან ჯოხის გასათლელად გამოიყენებ, ხო ეს არ არის მაგის ფუნქცია, ეს სუფთა საბრძოლო დანა არის, ალესვად შესაბამისი აქვს და ზოგადად პირის მოყანილობაც ეგეთი რა. მიყვარს ეს დანა, კარგი დანა არის, ოღონდ თავის ძალიან ვიწრო მიმართულება აქვს და დიდად ამისი გამოყენება, დანების არჩევანი რო იყოს, მე არც დავფიქრდებდი ეს ერქი ისაუბრე. პირდაპირ ამაზე საუბარიც არ არის ხა სოგისაც სოგის დანასაც ეს ერთი ხო ესე იგი აქვე არის ესეთი სულფასოვანი ჩაკუჩი რომელიც მომწონს ეს დანა მაგრამ დიდად ხო გალესილი ჩაკუჩი ეს არის K-ბარის BK2 ეს BK სერია არის უფრო გრძელი BK7 კიდევ უფრო გრძელი BK9 მაგრამ ну ძალიან ისეთი მძიმე დანები არის ეს არის თვითგადარჩენის დანა მასიური ფოლადი არის დაახლოებით 5 მმ-იანი სისქის პირი აქვს მასიური ტარი ესეთი ჩასადები პლასტიკატის მძიმე არის ძალიან რა შეგიძლია ნახო თვითგადარჩენის დანა არის რომელიც აი მუდმივი არის ჩვეულებრივად დიდხეს მოჭრდა და არაფერი არ მოუამდანას რა აი ეთყობა კი აი ჩაკუჩის ფუნქციითაც შეგიძლია ჩაკუჩის ფუნქციით კი რა, ნუ ეს ნაჯახის ფუნქციითაც გამოიყენო, ისე არის გალესილი ახლა ეს. ჩვეულებრივად შეგიძლია ჯოხი გათალო, მაგრამ ბევრად უფრო მარტივად შეუძლია ამ ჯოხის 1-2 დარტყმით გადაჭრა რა. აბოცადო, მიაყოლე. რამეს თუ არ დადე? შეგიძლია სხერო არ დავაზიანო. კამერას მოვაყრე? არა, გადაჭრა კამერას. საკოს გადაჭრა. აი, ანუ გადაჭრა შეუძლია თქვენი ხო, ნუ ისეთი მასიური თვითგადარჩენის საბრძოლო დანა არ არის, თვითგადარჩენის დანა არის. ასეთი სიმძიმის დანა შენ ვერც აღჭურვილობას კი დაიმაგრებ, მაგრამ სრული არის რა. კამარზე ჩამოსაკიდი არის, კამარზე საკიდი აქვს, ჩვეულებრივად მძიმე არის ხა. სალაშქროთაც ეხლა ცოტა სპეციფიური გემოვნება თუ აქ ადამიანს შეგიძლია ატარო, მაგრამ აი უფრო იმათვის არის, ვისაც აი ეს თვითგადარჩენის გასვლები უყარს, თვითგადარჩენის ექსტრემალური ხო survival და ის ვისაც აინტერესებს. ექსტრემალური ლაშქრობა ვისაც უყარს მაგ. უფრო მაგისთვის არის რა ბუნებაში გადარჩენის დანა არის. ნუ ესენი გავიარეთ. Gerber-ი strong army რა. ერთ-ერთი ნუ საკმაოდ ახალი მოდელი არის. ბოლო წლებში არის და კონსტრუქცია მორგებული არის სხვა ტაქტიკურ ელემენტებზე, ტაქტიკურ აღჭურვილობაზე დასამაგრებლად რა. შესაკრავია გზიდან მხრიდან თავისთავად კამარზე იყიდება, მაგრამ ძირითადი მაინც ეს არის რომ ეს მოლე პლატფორმაზე დაამაგრო ესეთი სამაგრი პლასმასის მოლეს პლატფორმაზე 25 მმ-იანი ლენტების სისტემა, რომელიც ჯავშანჯილეტებზე არის ხოლმე და საბრძოლო კამერებზე დატანებული მოლე პალსის სისტემა, რომელიც გათვლილია სხვადასხვა აღჭურვილობის ელემენტების ასაწყობად ჯავშანჯილეტზე და სხვადასხვა აქსესუარების ერთმანეთზე მოსარგება. აი ეს არის მოლე პლატფორმა რა. და ამაზე მაგრდება. ამ მოლე პლატფორმით ზოგადად პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ჯავშანჯილეტი არის აღჭურვილი და საბრძოლო კამერების უმეტესობა. პრაქტიკულია. ესე იგი, უკანა მხარეს ზუსტად მოლე პლატფორმების ზომის ის არის, ესე მივადებთ ამაზე მორიგეობით, ერთს აქ გავატარებთ. მეორეს მოლე პლატფორმაში შევაცურებთ, შემდეგ ისევ დანის ნაწილში ამის საშუალებით მარტივად მაგრდება ეს დანა სხვადასხვა ტიპის ჯავშანჯილეტზე რა. გასაგებია, საინტერესო შეგდაკარგე ესეთი ხო? მე დავკარგე ესეთი გუშინ და ვაპირებ მოსაძებნად წასვლას. ესე იგი, ნუ ეს Gerber-ის strong army ესეც რბილი ფოლადით არის გაკეთებული 420 HS, ეგეთი რბილი ფოლადი არის ადვილად ილესება ესეც და არის ზომა იდეალურად სტანდარტული ზომის ხელზე არის გათვლილი, პირის ზომაც არ ძალიან დიდი არის და არც ძალიან პატარა არის. ფუნქციურად და ყველაფერი იმ დანიშნულებით, რაც ვისაუბრეთ, საბრძოლო დანიშნულებითაც ჩვეულებრივად გამოიყენება ამ დანით ბრძოლისთვისაც გამოიყენება კარგად, ასე ვთქვათ, კარგი მოჭრდება აქვს ხელზე, იმიტომ რომ ეს მორეჟინებული ტარი აქვს. ჩვენიერად არის გალესილი. ჯოხის გათვლას ჩვეულებრივად შეუძლია. დიდი ზომის ტოტსაც ჩვეულებრივად გადაჭრი, ამითი ანუ ესეთი დარტყმის ფუნქციითაც რო გამოიყენო, წონაც ისე არის გადაანაწილებული დაახლოებით აი ამ ადგილზე აქვს სიმძიმის ცენტრი რა და
მოკლედ ერთ-ერთი კარგი დანა არის თუ გჭირდება ტაქტიკური აღჭურვილობის დაკომპლექტება დანით რა. მიყიდება სხვათა შორის თბილისშიც მე სითიმოლში ვიყიდე ერთ მაღაზიაში. ძალიან არის გავრცელებული ჩვენთან ეს ამისი კლონები, რომელიც დიდად ისეთი ხარისხიანი ვერ არის. მე როგორც მახსოვს დაახლოებით 200 ლარი მე ვიცი. რაღაცა ეგრე გამოდის ხო. ანუ 200 ლარზე იარაღი ფულის ესე იგი კლონია და აი მაგით ვერ გაიგებ შეიძლება ის 200 ლარი კლონის ღირს. ფასიბო ბატონო. აქ ელემენტები არის, რომელთაც ორივე ერთად რო გაქვს, მე შეგიძლია მეტნაკლებად განასხვავო იგივე ქარქაშის დამზადების ტექნოლოგია, ხარისხი, არზე და უამრავ სხვა ელემენტებზე. შემდეგი აქეთ უკვე გვაქვს ესეთი საინტერესო დანა არის, ასევე სმიტ-ვესონის დანა, რომელიც კლიპს აქვს ესეთი, კამარაზე და სამაგრელოთაც არის გათვლილი და ისეთი სიგანისაა, რომ მოვლენით კამარის მაგდება. ესეც ტაქტიკური ფიქსი არის, ფიქსირებული ფიქსირებული პირიანი დანა, სერეიტორით, საბრძოლო დანა არის რა, საბრძოლო ტაქტიკური დანა არის. ესეთი საკმაოდ სხვა კონფიგურაციაში შეგიძლია, ზომაში ძალიან პატარა არის. strong arm-ის მსგავსად და საბრძოლო კამარზეც გვერდულათაც შეგიძლია დაამაგრო რა, იმაგათ უკანავე. გვერდულად და შეგიძლია ჩვეულებრივ ჯავშანჟილეზე სხვა ადგილებში დაამაგროთ. ეს უფრო მრავალფუნქციურია სამაგრი წერტილების კუთხით, მაგრამ ისიც საინტერესო არის. მოკლედ, საბრძოლო დანიშნულებით ესეთი კონფიგურაციის დანებიც გამოდგება რა. და აქვე არის უფრო ერთი საინტერესო ნიმუშია, მოდი ესეც გავიაროთ, სალაშქრო დანებს შევეხოთ, რო თქვი. სალაშქრო დანიშნულების დანები ბევრია, მაგრამ მე ერთადერთი რაც გამომიყენებია და მომწონს და ვიყენებ ხოლმე, მორას დანები არის. უამრავი სხვადასხვანაირი დანები აქვს მორას. და პრაქტიკულად საუკეთესოები არის სალაშქრო დანიშნულებით რა, მორას დანების სერია, მორა 2000, მორა კენსბოლი, მორა გერბერგი არის ეგეთი. ესეც ერთ-ერთი მოდელი არის, ძველი მოდელი არის, მაგრამ ძალიან კარგი. ეს შვედური ფირმა არის ზოგადად. მორა და აი თუ კარგი დანა გჭირდებათ სალაშქრო დანიშნულებით, საყოფა ცხოვრებო დანიშნულებით, სათევზაო მოდელებიც აქვს, ბაღის მოდელებიც და სალაშქროები განსაკუთრებით ვარიაციებია. იდეალურად ჭრის, აი თუ დააკვირდებით, აი ერთი ხელის გასმით თლიან ტოტ ჭრის. ბევრად კარგად ჭრის ვიდრე ესენი რა. კარგად არის ქარხნულად გალესილი, ისე რომ დიდი ხანი საერთოდ აღარ ჭირდება გალესვა. ნახშირბადოვანი ფოლადის ვარიანტებიც აქვს და უჟანგავი ვარიანტებიც. სალაშქროთ უფრო უჟანგავი ფოლადით ჯობია რა, იმიტომ რომ რო დაგისრულდება არაფერი არ მოუვა ის ნახშირბადოვანს ცოტა მოვლა ჭირდება შედარებით. აი თუ გინდა რომ დანა გასიამოვნოს და დიდად საბრძოლო დანიშნულებით არ გჭირდება, ხო? მორა უნდა იყიდო რა, მორა 2000, მორა კენსბოლი და ნებისმიერი მორა კარგია. ესე იგი ანუ მოლაშქრებისთვის მორას საუკეთესო. ეხლა მრავალფუნქციური დანები. რეალურ სიტუაციაში აი საარმიო გამოყენებისთვისაც, სალაშქრო დანიშნულებისთვისაც ხშირ შემთხვევაში, ყოველდღიური გამოყენებისთვისაც, მაგრამ ისევ და ისევ რახან საბრძოლო დანებზე ვსაუბრობდით, აი საჯარისო გამოყენებას რო შევეხოთ, ყველაზე უფრო ფუნქციური და გამოსადეგი არის სხვადასხვა ტიპის ხარისხიანი მულტიტულსები. ხარისხიანი ოღონდ არა რაღაცა 20 ლარიანი ნაგვები, რაც პირველივე გამოყენებაზე მაგის ფამინდა და თუ ამას ყიდულობთ აუცილებლად უნდა იყოს კარგი ხარისხით, იმიტომ რომ ხო, ანუ მარტივად ზიანდება, მარტივად ბლაგდება და თავის ფუნქციასაც ისე ვერ შეასრულებს. ხა ამითაც თუ გახსოვთ, გადავჭერით ჩვეულებრივად მარტივად მავთუხლართი. ესე იგი ეს ყოველდღიური სამოქალაქო ცხოვრებაში ყოველდღიური გამოყენებისთვის შეუცვლელი არის ესეთი ვიქტორინოქსის და ვენგერის დანები, ну ამ შემთხვევაში ვიქტორინოქსი, აქეთ ვენგერი, უამრავი სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ეხლა ამ ვენგერს მაგალითად პატარა პლოსკოც აქვს, ტყეტუჩა, პატარა ზომის უამრავი სხვადასხვა ქლიბები, ხერხები და ასე შემდეგ. ანუ მაგათი ხერხები მართლა ხერხა? კი, ოღონდ ხარისხიანის. ღვინის გასახსნელი ეხლა. ხარისხიანია და ღვინის გასახსნელი თავისთავად რატის უნდა რომ გადავხერხოთ რამე. გადავხერხოთ. მაკრატელი, რომელიც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის, ასევე. აი, ამასაც აქვს მაკრატელი. ესეთი საკმაოდ დიდი ზომის ქლიბი და ესეთი საინტერესო პატარა ზომის. ეხლა ამისი ხერხით დიდი ზომის ხეს ვერ მოჭრით და არც არის ამის დანიშნულება და ხის მოსაჭრელად, ხო, რეალურად შენ სრულფასოვანი სალაშქრო ხერხი ჯობია რომ გქონდეს და ამისი ხერხით არ შეგვიძლია ეს გადავჭრა რა, მოკიდე ხელი და სადოთ ორ პირიანი ესეთი მონაცვლეობით რო აკვილანები ეგეთი ხერხი არის და შებრუნდით ან ჩვენი რა ხერხავს? ჭრის და პატარა ზომის
ხე შეგიძლია საკმაოდ მალე გადაჭრა რა. ხო პრაქტიკულ ცხოვრებაში რა შეიძლება? შეიძლება დაგჭირდეს რაღაცა კუთხით უცებ ჯოხის გადახერხვა, იმიტომ რომ სწორად გინდა იყოს ჩაჭრილი. შე შემთხვევაში ჯობია დაგათალო უფრო სწრაფად გააკეთეთ, მაგრამ ნუ არის ხოლმე სიტუაციები, სადაც გადახერხვა უფრო ისეთი დაჭირო შეიძლება იყოს. მოკლედ აი ამ დროის ამ მონაკვეთში სადღაც ნახევრამდე გადაიხერხა ჩვეულებრივად რა. მაგრამ რა თქმა უნდა სრულფასოვანი ხერხი, ესეთი გასაშლელი ხერხები რო დიდები, ეგ 10 თავი ჯობია, ხო ეხა ამ ხერხის იმედზე ვერ იქნები. თუმცა ყოველდღიურ გამოყენებაში ესეთი მულტიტულსები მრავალფუნქციური ხელსაწყო და ეს დანა არც არის, ეს არის ხელსაწყოების ნაკრები, რომელსაც დანაც აქვს რა. ნუ აქვე იგივენაირად ეს პატარა ზომის ვიქტორინოქსი, რომელსაც ნუ ძალიან ხარისხიანია და პრაქტიკულად ყველაფერში შეიძლება პრინციპში ჩემი აზრით დავასრულოთ, ეხლა მე რა მინდა გითხოთ. აი ამასაც მინდა რომ შევეხოთ, ეს უკვე მულტიტულსების ეტალონი რა, ნუ ლეზერმანის დანა, უამრავი სხვადასხვა ნიმუშები აქვს. საჯარისო გამოყენებით განსაკუთრებით კარგი არის ლეზერმანი იოდი, რომელიც აი სამფეთქებლო საქმეში საინჟინრო ქვედანაყოფებისთვის არის გაკეთებული სპეციალურად შტატებში თავის დროზე და სპეციალური ბრტყელკუჩა აქვს თავისი დეტონატორის მოსაჭყლეტით და ასე შემდეგ და უფრო სამხედრო დანიშნულება აქვს. თუმცა ეს ჩვეულებრივი ესეთი ლეზერმან რევი, რომელიც უფრო სამოქალაქო არის, ესეც არანაკლებად ფუნქციური არის და აი პრაქტიკულად ყოველდღე ვიყენებ ხოლმე რაღაც სამუშაოებში და უკიდურესად ხარისხიანი არის რა. საბრძოლო ზონაზე ჩვენ ვფიქრობ, რომ უფრო ვითარდებოდა არმიები და შეიარაღება მით უფრო ნაკლებად გამოიყენებოდა. თუმცა დღემდე თუ გამოიყენება, იგივე თქვა რუსეთ-უკრაინის ომში რამდენად შეხვედრია გავრცელებული კადრები რაღაცა თქოს მახსოვს. ან როცა იყავი იქ რამდენად პრაქტიკაში იყენებდნენ, რაში იყენებდნენ, რაში გინდა მაგაზები. გამოყენებით ეხა უშუალოდ გამოყენება მე არ მქონია, მაგრამ თითქმის ყოველს ჰქონდა გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდით რა ხდებოდა საბრძოლო ველზე. აი ბოლოს რაც მოხდა უკრაინელი და რუსი ჯარისკაცის შებრძოლება, მან კადრებიც არის შეიძლება ჩვენ ვერ გავუშვათ, მაგრამ მაყურებელმა შეიძლება შეუძლია მაყურებელს მარტივად ნახოს, მან ერთ-ერთ რატო ახსენეთ, იმიტომ რომ მან კარგად ჩანს კადრებში როგორ იცავს თავს და როგორ ბრძოლობენ დანებით. ეს კიდევ ერთხელ ბურიატს რო იმაში დანით რო გაანადგურეს. ანუ რამოდენიმე წუთიანი ბრძოლა ჰქონდათ და ბოლოს გარდაიცვალა ჭრილობით. მე ამიტომ ვიძახი, რომ დღევანდელ ბრძოლებშიც აუცილებელია სამხედრო მოსახურეს აღჭურვილობაში ჰქონდეს დანა, საბრძოლო დანა, მით უმეტეს სხვა შემთხვევაში შეიძლება მოწინააღმდეგეს ჰქონდეს და შენ თავი ვერ დაიცვა. ამიტომ რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურეებს ბრძოლის ველზე ჰქონდეს საბრძოლო კარგი დანა, ნუ კარგი რა იმ შემთხვევაში როცა რა ვიდეოსაც გულისხმობთ, მან კარგი იქნება ცუდი დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ გამოყენებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ანუ რამდენად ფლობ დანას, რამდენად ქონია პრაქტიკა ბრძოლაში ჩართვის და ბრძოლის ასე რომ ვთქვათ. ნომერ პირველი მნიშვნელობის მაინც ისევ და ისევ საარმიო გამოყენებაში ესეთი გერბერის ან ლეზერმანის მულტიტულსები არის მრავალფუნქციური ხელსაწყოები და ნუ ეს თუ გაქვს მე უკვე საბრძოლო დანა როცა გჭირდება არამც და არამც ეხლა საჯარისო გამოყენებისთვის არ უნდა იყო 10-15 ლარიანი რაღაცა ბრწყიალა ფერებში დანები რო იყიდება ხოლმე ბაზრობაზე ხო ეგ არ არის ხო სერიოზული ჯობია რომ ესეთი უფრო აი SRK-ის ეს SRK-ის ახალი მოდელები SK5 რაც არის, რაღაც $50 ფარგლებში არის და პრაქტიკულად საუკეთესო დანის კონფიგურაცია არის ყველაფერში გამოდგება. ნუ თუ თვითონ ყიდულობს რა და ან თუ ეს არა სტრონგანი არის იდეალური ვარიანტი ტაქტიკურ აღჭურვილობაზე მოარგება. აი შეიძლება როგორც გამოცდილი ამ ყველაფერში ჩვენ თავისი ძალებში რომ დაიწყოს დაუშვათ შეერაღებაში შეტანა თუ ყოველ შემთხვევაში აღჭურვილობაში კონდეს სამხედრო მოსახურეს, რომელ დანას გაუწევდი რეკომენდაციას აქედან. წეღან მაგას ვიძახთ, ხიშტ დანას არ გაუწევდი, არაფერში არ არის საჭირო ხა დიზაინი. ხიშტ დანა მრავალფუნქციურ დანას, ნუ ისევ და ისევ SRK-ის კონფიგურაციაში ორი დანაც შეიძლება გაკეთდეს, ერთი ცოტათი უფრო პატარა და მეორე ესეთი SRK-ის ზომის დანა, ეს უფრო აი რეინჯერებში, სპეცდანიშნულების ძალებში, ბრიგადების დაზვერვაში უნდა ქონდეს აუცილებლად. აი ბრიგადის დაზვერვას აუცილებლად მოგონოს საბრძოლო დანა რა. და ეგ უნდა რიგდებოდეს, თვითონ არ უნდა იყიდოს ეგ დანა და ნუ მე პატარა
პატარა პირიანი შედარებით აი ესეთი, რომელიც ჯარებში მასიურად დარიგდება, აი ეს Strong Army-ის მსგავსი კონფიგურაციით რა. და დელტაში ხო არ გიმუშავიათ ამ თემაზე ქართული დანები, მე ვიცი რომ აქ ინტერესები ზოგადად. იყო რაღაცები, მაგრამ სერიოზული საბრძოლო დანიშნულების დანამდე არ მისულა აი ყველაფერი რაღაცა სასაჩუქრე დანების დონეზე იყო, განსაკუთრებით სერიოზული არაფერი. კაცეგებია. კარგი, მე მგონი გავედით ბოლოში, ჩემი საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა, მადლობა ვინც ამ დრომდე ვიყურებდით. თუმცა თუ ვიდეოჟი არ დაგილაიქებთ, ახლა აუცილებლად დაალაიქეთ, ასევე ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი. და ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა მათ ვინც დონაციას ეწევა, აღწერილი დონაცია ხმის სისტემის და ასევე ტექნიკური საკითხების გასაუმჯობესებლად აღწერაში შეგაიჭრეთ ნომერი არის. აღწერაში ასევე იქნება გიგას YouTube-ზე, ვისაც ზოგადად იარაღის აღწერა და მიმოხილვა გაინტერესებს ძალიან საინტერესო არხია და ასევე როგორც ვითხარით, ჩვენი გიორგი თვალაძის თორნიკეს ვაჟის სოციალური ქსელების ლინკებიც იქნება ამ ბავშვსაც გაუწევთ დახმარებას და გავუყვეთ სოციალურ ქსელებში საკმაოდ საინტერესო კონტენტი აქვს ჩემი აზრით. მადლობა, დროებით ნახვამდის. ნახვამდის.